გვერდი 178. პირველი სამი ამოცანა საზეპირო არის, მე მგონი თქვენ თვითონ მოერევით ამას. მეოთხე ამოცანა. ავტომობილი უხვევს 100 მეტრი სიმრუდის რადიუსის მქონე ჰორიზონტალურ მოსახვევში. რა მაქსიმალური სიჩქარით შეუძლია მას იმოძრაოს ამ მოსახვევში, რომ მასალზე არ გასრეელდეს. ხახუნის კოეფიციენტი ავტომობილის საბურავსა და ასფალტ ზედაპირს შორის 0.625-ია. მოცემულობა ჩავწეროთ, ესე იგი სიმრუდის რადიუსი არის 100 მეტრი. ხახუნის კოეფიციენტი μ არის 0.625. რა მაქსიმალური სიჩქარით შეუძლია მოუხიოსო. აი წარმოვიდგინოთ, რომ ესე იგი ეს არის ის ზედაპირი, რომელზედაც მანქანა დგას, ესე იგი მეს უკანა ხედი მიჭირავს, მიხატია რა. აი ესეთი რაღაცა წრეწირზე უნდა შემოbrunდეს და რადიუსი არის, ესე იგი ერის ტოლი. ეხლა რა ძალა უნდა მიანიჭოს მას, ესე იგი რადგან მოსახვევში მოძრაობს, ხო, ესე იგი აუცილებლად მას უნდა ქონდეს ცენტრისკენული აჩქარება, რომელიც უნდა იყოს ჰორიზონტალურად მიმართული იმ წრეწირის ცენტრისაკენ, რომელზედაც ის მოძრაობს. აქ ერთადერთი გამოსავალი არის, რომ წარმოიშვას ხახუნის ზალა და ამ ხახუნის ზალამ შეასრულოს გამოიწვიოს ცენტრისკენული აჩქარება. მოდი ჩავწეროთ, ესე იგი პირდაპირ, ესე იგი რა ძალები მოქმედებენ ამ სხეულზე, მანქანაზე, მოქმედებს სიმძიმის ზალა mg, მოქმედებს რეაქციის ზალა n და მოქმედებს ხახუნის ზალა. ესე იგი mg ძალას დამატებული n ზალა პლუს ხახუნის ზალა უდრის m-ს. ეს მე ჩავწერე ნიუტონის მეორე კანონი. დავაგეგმილოთ ეს განტოლება ჰორიზონტალურად და x ღერძი მიმართოთ წრეწირის ცენტრისაკენ, რომელზედაც ის ბრუნავს. მექნება, რომ ხახუნის ზალა უდრის m-a ცენტრისკენული სტოლია. ეს ხახუნის ზალა არის უძრაობის ხახუნის ზალა, რომლის მაქსიმალური მნიშვნელობა მოიცემა ფორმულით μn. ხოლო n რო დავადგინოთ, მოდით იგივე განტოლება დავაგეგმილოთ ვერტიკალურ y ღერძზე. y ღერძზე დაგეგმილებით მივიღებთ, რომ n უდრის mg-ს, ამიტომ ხახუნის ზალისათვის გვექნება ფორმულა μmg. შევიტანოთ ამ ფორმულაში, მექნება μmg უდრის m-a ცენტრისკენული სტოლი არის, m-ები გაიკვეცება μg ცენტრისკენულისთვის აჩქარებისთვის გვექნება v კვადრატი შეფარდებული r-ზე. აქედან v კვადრატი არის μrg და v იქნება ფესვი μrg-დან. მეხუთე ამოცანა. 50 ტონა მასის ელმავალი 18 კმ/სთ სიჩქარით უხვევს 100 მეტრ სიმრუდის რადიუსის მქონე მოსახვევში. რა ძალით მოქმედებს ლიანდაგი ელმავლის ბორბლების რებორდებზე, თუ ლიანდაგი ჰორიზონტალურადაა დალაგებული. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი მასა არის 50 ტონა, სიჩქარე მატარებლის არის 18 კმ/სთ-ში, გადავიყვანოთ მეტწამებში 18, 1000, 3600, ეს 2-0 და ეს 2-0 გაიკვეცება, 18 და 36 გაიკვეცება, აქ 2 იქნება და გამოვა 5 მეტრი წამში. ხო, და რა ძალით მოქმედებსო ავტომობილის ბორბალი, ისა ელმავლის ბორბალი რებორდებზე. აი ნახეთ როგორ არის მოწყობილი, ძალას გვხვევენ, ესე იგი F-ი არის კითხვის ნიშანი. აი როგორ არის მოწყობილი მატარებლის ბორბალი და რელსები. აი თქვათ ეს არის ზედაპირი, რომელზედაც რელსები არის. აი თქვათ ესეთნაირად დავხატოთ რელსი. მე უკანა ხედს ვხატავ. ესე იგი
მატარებლის ბორბალი ნახეთ აი ესეთნაირად არის მოწყობილი. აი მაგას აქვს ესე იგი ესეთი კიდეები არის ჩამოშვერილი, რომელიც ესე იგი აი ხოლმე გეტყვი დავხატო ბოლომდე. აი ეს არის ღერძი ბორბლებს შორის. აი ნახეთ აი ეს ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ნაწილი. მაგალითად თუ უხვევს ისეთნაირად რომ ბრუნვის ცენტრი აქეთ არის, აი თქვათ აი ესეთი არის წრეწირი, რომელზეც უნდა შემოbrunდეს, ესე იგი ეს არის რადიუსი, ხო? მაშინ რაღაცა ძალა უნდა წარმოიშვა, რომელიც ამ ბორბლებს და მატარებელს მიაწვება და შექმნის ამ ცენტრისკენულ აჩქარებას. ხო, მაქსიმუმის რადიუსიც არის მოცემული, არის 100 მეტრის ტოლი. ხო, გასაგები არა რას ვამბობ. ესე იგი, ეს მატარებელი მოძრაობის დროს მიაწვება რელს, რელსი პასუხობს, ესე იგი, აი ამ შემთხვევაში აი ეს ნაწილი აწვება რელს, ეს რელსი აწვება საპასუხოდ და აი ზუსტად ეს ძალა ქმნის, ესე იგი, ცენტრისკენულ აჩქარებას. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არის რეაქციის ძალა, ეს დრეკადობის ძალა არის. ჩავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი. ამ მიმართულებით სხეულზე მოქმედებს ესე იგი ეს ძალა, ეს F-ი არის ma ცენტრისკენული სტოლი. ანუ F-ი უდრის mv კვადრატი შეფარდებული r-ზე. აი პირდაპირ ესე იგი ეს იქნება ის პასუხი, რომელსაც ჩვენ გვთხოვენ. მეექვსე ამოცანა. ჰორიზონტალურ სიბრტყეში მბრუნავ დისკოზე დევს მცირე ზომის მონეტა. 137 სურათი არის, რომელიც მისი ბრუნვის ღერძიდან 20 სანტიმეტრით არის დაშორებული. დისკოს ბრუნვის სიხშირის რა მაქსიმალური მნიშვნელობისთვის არ გასრიალდება მონეტა დისკოზე. ხახუნის კოეფიციენტი დისკოსა და მონეტას შორის 0,2 ტოლია. ეს იგი რადიუსი არის 20 სანტიმეტრი, ანუ ეს არის 0,2 მეტრი, ხახუნის კოეფიციენტი არის ასევე 0,2. და გვეკითხებიან ბრუნვის სიხშირის n პატარა რა მაქსიმალური მნიშვნელობისთვის არ გასრიალდება. აი თქვა წარმოვიდგინეთ, რომ ესე იგი ეს არის ის დისკო, რომელიც ბრუნავს აი ამ ღერძის გარშემო, აი ესეთნაირად და აი აქ დევს თქვა რაღაცა მონეტა. ესე იგი ეს მონეტაც ამასთან ერთად ბრუნავს, რა თქმა უნდა, თავის რადიუსზე. რა ძალა აბრუნებს მაგას, ესე იგი, რა ძალა ანიჭებს მას ცენტრისკენულ აჩქარებას. ეს არის ხახუნის ზალა. ამიტომ შეიძლება დავწეროთ, რომ F ხახუნი, თან ეს არის უძრაობის ხახუნის ზალა, უძრაობის უდრის m ომეგა კვადრატ r-ს. ესე იგი ეს არის ცენტრისკენული აჩქარება. უძრაობის ხახუნის ზალის მაქსიმალური მნიშვნელობა არის μ n-ის ტოლი. n-ი ამ შემთხვევაში mg არის. ამიტომ დაიწერება μmg არის m ომეგა კვადრატ r-ი. მასები გაიკვეცება და გავიხსენოთ, რომ ომეგა არის 2p გამრავლებული n-ზე. ამიტომ μg არის 4p კვადრატ r-ი გამრავლებული n კვადრატზე. აქედან n კვადრატი უდრის μg შეფარდებული 4p კვადრატ r-ზე და n-ი უდრის კვადრატული ფესვი μg შეფარდებული 4p კვადრატ r-ზე. ეს ფესვი არის აქედან. მეშვიდე ამოცანა. ჰორიზონტალურ სიბრტყეში მბრუნავ დისკოზე ბრუნვის ღერძიდან 20 სანტიმეტრ მანძილზე დევს მცირე ზომის მონეტა. მოცემული არის, რომ r-ი არის 20 სანტიმეტრი. ანუ 0,2 მეტრი. როდესაც დისკოს ბრუნვის სიხშირე ორჯერ გაზარდეს, მონეტა დისკოზე არ გასრიალდა და მასზე მოძრავი უძრაობის ხახუნის ძალის მოდული 6-ჯერ გაიზარდა. რისი ტოლი იყო უძრაობის ხახუნის ძალის მოდული თავდაპირველად?
ესე იგი n2 ბრუნვის სიხშირეო გაზარდესო ორჯერ n1-ის ტოლია, უძრაობის ხახუნის ზალა 6-ჯერ გაიზარდა. f2 არის 6-ჯერ f1-ის ტოლი. და გვეკითხებიან, რისი ტოლი იყო f1-იო? ხო, თავდაპირველად, თქვათ ეს იგივე სურათი არის. უძრაობის ხახუნის ზალა f1 არის, ესე იგი m ომეგა 1 კვადრატ r. ომეგა გამოსახოთ n-ის მეშვეობით და გვექნება, რომ f1 არის m 2 p n1 კვადრატი r. ეხლა იგივე დავწეროთ მეორე შემთხვევისთვის. f, როდესაც სიხშირე ორჯერ გავზარდეთ. f2 არის m 2p-n2 კვადრატი იგივე r-ზე. შევაფარდოთ ერთი მეორეზე, გვექნება f1 შეფარდებული f2-ზე, უდრის, აქ მასები იკვეცება, ეს 2p კვადრატები იკვეცება, რადიუსები იკვეცება, n1-ის კვადრატი შეფარდებული n2-ის კვადრატზე. ანუ შეიძლება დავწეროთ, რომ ესე იგი f2 ხო არის 2f1. ხო, n2 არის 2n1. ხო, შევიტანოთ ესე იგი f1 6-ჯერ f1 უდრის n1-ის კვადრატი 2-ჯერ n1 კვადრატში.